Hallelujah. Დიდება ჩვენ სუფალს. Слава нашему Господу. იცი ღმერთი მოუწოდებს ადამიანებს. Знаешь, Бог призывает людей, ღმერთი აძლევს აღთქმას. Бог дает им обетование, ისევე როგორც ჩვენი რწმენის მამის აბრაამის ცხოვრებაში იყო. так как в жизни нашего отца веры Авраама было. ჩვენ ღებულობთ სიტყვას, Мы получаем слово, მაგრამ ჩვენ მაინც გავდივართ გამოცდას ჩვენი რწმენისას. но мы сегодня проходим испытания нашей веры. და ღმერთი მოდის დროდადრო ჩვენ ცხოვრებაში И Бог приходит время от времени в нашу жизнь, და გვამხნევებს. и Он ободряет нас. ბიბლია ამბობს, როცა აბრაამმა მიიღო სიტყვა ღმერთისგან, Библия говорит, когда Авраам получил слово Господне, ის ჩაეჭიდა ღმერთის აღთქმას, он ухватился за Божье обетование, მაგრამ იცდებოდა. но испытывался. იცი ნენელა რაღაცა დროში თითქოს მის რწმენაზე დარტყმები მოდიოდა. И где-то, знаешь, в каком-то времени, как будто бы удары приходили по его вере, და ღმერთი მოდიოდა დროდადრო და ავსებდა, ანახლებდა, ამტკიცებდა. Бог приходил, наполнял его, утверждал его и обновлял его. იყო დრო, რომ ვარსკვლავებს ათვლევინებდა, იყო დრო, რომ ქვიშის მარცვლებს ათვლევინებდა. Было время, когда побуждал его звезды считать или песок сосчитать, და ზოგჯერ მსხვერპლი მოქონდა. а порой он и жертву приносил. მაგრამ დროდადრო ღმერთი მოდიოდა და აბრაამის რწმენას აძლიერებდა. И время от времени Бог приходил и усилял, укреплял веру Авраама. Мои дорогие, ჩვენ ზოგჯერ მაღლა ვართ მწვერვალზე რწმენით, порой мы верою на высоте, мы вверху, მაგრამ ზოგჯერ но ჩვენ иногда დაბლა ჩამოვდივართ. мы куда-то спускаемся вниз. ზოგჯერ ძლიერია ჩვენი რწმენა და ზოგჯერ სუსტდება. Порой вера наша так крепка, но порой она ослабевает. მაგრამ მადლობა ღმერთს, Но Богу спасибо, რომ როცა სუსტდება ჩვენი რწმენა, что когда вера наша слабеет, ღმერთი მოდის, რომ განუგეშოს და წამოქციოს. Бог приходит, чтобы утешить тебя и поднять ღმერთი тебя. მოდის, რომ შენი რწმენა აავსოს ისე. Бог приходит, чтобы вновь наполнить тебя верой. იცი ზოგჯერ ჩვენ მივდივართ ადამიანებთან, Порой мы приходим к людям, რომლებიც ხანგრძლივ პრობლემებში არიან, которые в долгосрочных проблемах, რომლებიც ზეწოლას განიცდიან. которые переживают давление, სხვადასხვა ამ ქვეყნიური როგორ ვთქვათ, გამოწვევებისგან. из-за различных этих мирских вызовов. შეიძლება ეს ავადმყოფობა იყოს. Это может быть болезнь, შეიძლება ეს ფინანსური პრობლემები იყოს. это могут быть финансовые проблемы, შეიძლება რაიმე ოჯახური საკითხები იყოს. это могут быть какие-то семейные მაგრამ вопросы. როცა ჩვენ ხედავთ, რომ ადამიანები ზოგჯერ ხანგრძლივად არიან რაღაც პერიოდში, Но когда мы видим, что какой-то период, уже долгосрочно люди, ხშირად ჩვენ მორწმუნეები ვეუბნებით, მათ იცი რა არის, შენ რწმენა არ აქვს. они в этом, то мы же верующие говорим, знаешь, что у тебя веры შენ нет. რწმენა არ ყოფნის. Знаешь, что тебе веры не хватает. იცი რწმენა უნდა გქონდეს. Знаешь, что тебе надо верить. და გგონია რომ ვაშენებთ ხანდახან. И мы думаем, что этим мы созидаем их так. მაგრამ მიუთითებთ მის სისუსტეზე, მის უსუსურობაზე, ესე რომ ვთქვათ. Но мы на самом деле указываем им на их слабость, если და так сказать, ადამიანი არ немощь. დავტოვეთ უფრო მხნედ. И на самом деле мы не ободрили человека, ის не უფრო оставили его царიელი бодрее. დარჩა ამ სიტყვები. Из-за этих слов он опустошен не остался. ღმერთი მოდის და ის არ ცდილობს რეალობა დაგვანახოს. Бог приходит, он не старается нам реальность показать. ის მოდის და გამხნევებს, რომ Он წამოსწიოს. приходит и ободряет, чтобы поднять. ის ხედავს, რომ შენი რწმენა სუსტია, მაგრამ მოდის და Он გამხნევებს. видит, что твоя вера слаба, но он приходит и რომ ободряет, გაძლიერდეს შენი чтобы რწმენა. твоя вера усилилась, გამხნევდეს შენი чтобы რწმენა. ты ободрился в вере твоей. ის ამბობს, ნუ გეშინია. Он говорит, не бойся. ის ამბობს, მე შენთანაა. Он говорит, я с тобою. ის ამბობს, რომ ყველაფერი გამოვა, რაც ეხლა არ Он გამოვიდა. говорит, все у тебя получится, что еще და не ნენელა получилось. ცოცხლდები ისე. И постепенно ты оживаешь. ისევ опять. ახლდები. Ты опять და обновляешься. ისევ განაგრძობ დგომას. И ты опять продолжаешь стоять. იცი არ არის საჭირო ადამიანები დავარწმუნოთ მათ სუსტ რწმენაში. Нет необходимости убеждать людей в რწმენა слабости их მოსმენისგან веры. მოდის. Вера приходит от თუ слышания. ხედავ რომ არ აქვს რწმენა, ან სუსტი რწმენა აქვს, ელაპარაკე ისეთი სიტყვები, რომელიც გაუზრდის რწმენას. Если видишь, что нет веры или слаб в вере, а ты ему такие слова говоришь, чтобы он укрепился в вере. რომ შენი სიტყვების შემდეგ ის გამხნევებული დარჩება ამაღლებულ მდგომარეობაში. Что после твоих слов он останется ободренный, он возвысится, поднимется.
ეს შესაძლებელი არის. Это возможно. ღმერთი ამხნევებს ადამიანებს. Бог ободряет людей. მაშინ როცა ვსუსტდებით, Тогда, когда мы слабеем, ღმერთი სხვადასხვა მდგომარეობას იყენებს Бог использует различные და ситуации წამოქცევს. и обстоятельства и поднимает тебя. და მე მინდა დღევანდელ დღესაც, И хочу и сегодня, რომ შენ რწმენას ძალა შევმატო. чтобы прибавить вере твоей силы, გაგაძლიერო усилить, укрепить тебя ღვთის სიტყვით. Божьим Словом. ეს ძალა დევს ღვთის სიტყვაში. Потому что эта сила заложена Аминь. в Слово Божье, შენს მოთბინებას რო იმედი მივცე. чтобы твоему терпению даровать надежду. ამას აკეთებს სული წმინდა. Это делает Святой Дух. ამენ. Аминь. დიდება უფალს. Слава Господу! და შენს მდგომარეობას И в твоем положении, состоянии, в котором ты находишься, სასაული. სასაული რომ მივცე. чтобы ты увидел чудо, რომ დღეს შენი სასაული მიიღო. чтобы сегодня ты принял чудо. ამენ. Аминь. დღეს შენი განკურნება მიიღო. Чтобы ты сегодня получил исцеление. დღეს შენ განახლდე. Чтобы сегодня ты обновился. რომ გააგრძელო დგომა ისევ. Чтобы ты продолжал вновь стоять твердо. დიდება უფალს. Слава Господу! ბევრი ისტორია ბიბლიაში В ამის. Библии много историй этого. მაგრამ მე მინდა დღეს იოანეს სახარების მე-11 თავიდან Но წავიდე. сегодня я хочу прочитать Евангелие от Иоанна, 11 глава. ეს ყველასის ნაცნობი ისტორია არის. Это история всем знакомая. პირველიდან 45 მუხლამდე არის ეს. Прям с 1 по 45 стих. არ წავიკითხავთ მთლიანად. Мы не будем полностью читать. მაგრამ ეს არის ისტორია ლაზარეს მკვდრეთით Но აღდგომისა. это история воскрешения Лазаря. ლაზარეს მკვდრეთით აღდგომისა. Воскрешение из мертвых Лазаря. ეს ძალიან მაგარი ისტორია Это არის. такая сильная история. ძალიან მშვენიერი ისტორია Это такая არის. прекрасная история. ბიბლია ამბობს, რომ იყო ერთი ოჯახი. Библия говорит, что была одна семья. არ იყო ცუდი ოჯახი. Это не была плохая семья. რათა მორწმუნე оჯახი იყო Это была ეს. семья верующих полностью. მართა, მარიამი და ლაზარე. Марфа, Мария и Лазарь. და იესო მეგობრობდა მათთან. Иисус с ними дружил. იესოსთან ახლო იყვნენ ისინი. Они были близко с Иисусом. წერია, რომ ლაზარე ძალიან უყვარდა იესოს. Написано, что Иисус очень любил ეს Лазаря. ნიშნავს, რომ მათ კარგი ურთიერთობა ჰქონდათ. Это говорит о хороших взаимоотношениях. კარგად ცნობდა ის ამ ოჯახს. Он хорошо знал эту семью. და ერთ დღეს И в один день იესოსთან მოვიდა მაცნე пришел вестник к Иисусу და უთხრა, и сказал, რომ მართას გამომგზავნა. что Марфа послала მინდა გითხრა, меня. Хочу сказать тебе, რომ ლაზარე, რომელიც ძალიან გიყვარს, что Лазарь, которого так сильно любишь, ავად არის. он болен. ლაზარე, რომელიც ძალიან გიყვარს, Лазарь, которого очень сильно любишь, ავად არის. он болен. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, იცი თუ ავათავართ, знаете, если мы больны, თუ პრობლემა მოვიდა, если проблема пришла, არ ნიშნავს, რომ ღმერთს არ უყვარხარ. это не значит, что Бог тебя не любит. იესოს უყვარდა ლაზარე, Иисус любил Лазаря, მაგრამ პრობლემა но მოვიდა, проблема пришла, შემოტევა მოვიდა, атака пришла, ზეწოლა მოვიდა. это давление пришло. იცი ზოგჯერ ჩვენ ფიქრობთ, როცა პრობლემა გვაქვს, Порой мы думаем, когда у нас ალბათ проблема, ღმერთს აღარ უყვარვარ. наверное, Бог не любит, ალბათ ღმერთმა ზურგი შეგვაქცია. наверное, Бог отвернулся от меня. ჩვენ ზოგ ბევრჯერ დაგვიკარგია რწმენა ღმერთის სიყვარულისა ჩვენდამი. Мы много раз утрачивали веру в Божью любовь по отношению к нам. იესოს უყვარდა ლაზარე Но Иисус любил Лазаря. და იესოს უყვარხარ შენ. Иисус любит тебя. იესოს уყვარდა მისი ოჯახი და შენი ოჯახიც უყვარს И იესოს. Иисус любил его семью, Он любит твою семью. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя, аминь. ეს უკვე კარგია. И это уже хорошо. ეს მშვენიერია, როცა იესოს Это უყვარხარ. так прекрасно, когда Иисус тебя любит. მიუხედავად ამისა, განსაცდელი მოვიდა. Но несмотря на этого прекрасного, გამოცდა მოვიდა. пришло испытание, Проблема этот экзамен мовида. пришла эта проблема. და ნახეთ იოანეს 11:4 არის, И 3:4. смотрите, Иоанна 11:3-4. დებმა კაცი გაუგზანეს და შეუთვალეს უფალო. აჰა, ვინც გიყვარს ავადა. ეს ამბავი რო გაიგო თქვა იესომ, ეს ამატყოფობა სასიკვდილოდ არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლათაა, რათა მისი მეშვეობით განდიდეს ღმერთის ზე. Сестры послали сказать ему: Господи, вот кого ты любишь, болен. Иисус, услышав, то сказал: это болезнь не к смерти, но к славе Божьей, да прославится через нее Сын Божий. იცი იესოს
თქვა ეს სიტყვები. Знаешь, Иисус сказал эти слова. ესო არ არის სასიკვდილო. Это не к смерти. და ამ დროს იესოზე სულიწმინდის ხებულება არის. И в это время на Иисусе помазание Святого Духа. და იესომ უკვე მიიღო ინფორმაცია, რომ ის გარდაიცვალა. И Иисус уже получил информацию о том, что მან Он уже умер. მან უკვე იცის რაც მოხდა. Он уже знает, что произошло. სულიწმინდამ ყველაფერი Дух იცის. Святой все знает. იცი იესომ მთელი სურათი დაინახა უცბად სულში. Знаешь, Иисус в духе сразу увидел всю картину. იცი ჩვენ ზოგჯერ არ გვესმის სულიერი სამყარო. Порой мы не понимаем духовный мир. იმიტომ რომ ჩვენ გარემოებებით ვიმართები და ამას აღვიქვავ. Потому что мы руководимы нашими обстоятельствами, мы их воспринимаем. და ნახე ჩემო ძვირფასებო. Но посмотрите, мои дорогие. იესო ამბობს რომ ღვთისადიდებლად არის ეს. Иисус говорит, это к славе Божьей. რათა ღმერთისზე განდიდდეს. Чтобы Сын Божий прославился. ნახეთ იესო ამბობდა ასეთ სიტყვებს რომ არაფერს მოვიმოქმედებ თუ არ ვნახავო мама ჩემში. Иисус говорил такие слова, я ничего не буду делать, если не увижу Отца Творящего. ყველაფერს რაც მესმის და რასაც ვხედავ მამაში იმას ვაკეთებ. И я делаю все то, что слышу и вижу в Отце, от Отца. და ის ხედავს სულში აი ამ სურათს. И Он в духе видит эту картину. ჩემო ძვირფასებო. Мои дорогие, ღმერთი დასრულებულს ხედავს ჩვენს მდგომარეობას. Бог наши обстоятельства видит ჩვენ არ завершенными. შეგვიძლია დავინახოთ დასრულებული და ბოლო ხოლმე იმ მდგომარეობის. Мы в этих обстоятельствах не можем видеть их завершенными. მაგრამ конец их. ღმერთმა უკვე იცის როგორ სრულდება ეს. Но Бог видит, как все это завершается. არაფერი შეგვემთხვევა, რაც უკვე ღმერთში მოგვარებული არ არის. Ничего с нами не случится, что уже Аминь. не разрешено რაზეც в უკვე Боге, პასუხები არ არის. на что нету ответов. პასუხებს ჩვენ ველოდებით დროში, მაგრამ ღმერთში უკვე არის ეს პასუხები. Ответа это мы во времени ждем, а в Боге ღმერთში ответ უკვე გამოვლენილი არის დიდება. уже есть и слава проявлена. ღმერთში უკვე აღსრულებული არის. В Боге уже исполнилось, და იესო совершилось. ხედავს ლაზარეს მკვდრეთით აღმდგას. Иисус видит Лазаря воскресшим из мертвых. ღმერთის დიდება ავლინდება, ჩემო Божья ძვირფასებო. слава является, дорогие мои. შეიძლება ჩვენ გვაწუხებს ეს პრობლემები, Возможно, нас, да, беспокоят, тревожат эти проблемы, მაგრამ ჩვენი ცხოვრებაში მომხდარი მდგომარეობები но в нашей жизни эти აუცილებლად совершившиеся განადიდებს ღმერთს. обстоятельства, свершившиеся, они обязательно აუცილებლად прославят Бога. ვილაპარაკებ ღმერთის Мы სასწაულებზე. обязательно будем говорить о შენ чудесах ილაპარაკებ Божьих. ღმერთის სასწაულებზე Ты შენ будешь ცხოვრებაში. говорить о чудесах Божьих Аминь. в твоей жизни. ჰალელუია. Аллилуйя. ჰალელუია. Аллилуйя. ისი იესოს მიზანი არ იყო უბრალოდ რომ ავადმყოფობაში ეჩერებინა. Ты знаешь, целью Иисуса не было просто остановить болезнь. მისი მიზანი იყო რომ ამის დიდება გამოვლენილიყო. Его целью было, чтобы явилась слава Божья, слава Отца. ზოგჯერ ჩვენ არ გვესმის ღმერთის მოქმედების. Иногда мы не понимаем действования Божьего. მაგრამ ღმერთი ყველაფერს თავისი დიდებისთვის Но აკეთებს. Бог все делает для своей славы. Аминь. Аминь. იმიტომ რომ ის ღირსი არის დიდების. Потому что Он достоин славы. ზუსტად მაშინ როცა დიდება ვლინდება, Именно тогда, когда является слава, ადამიანები გადარჩენას ღებულობენ. люди получают спасение. ღმერთის დიდების გამოვლინება ადამიანთა სასიკეთოდ არის. Явление Божьей славы ко благу ღმერთის людей. დიდებაში ვიკურთხებით ჩვენ. В Божьей славе мы благословляемся. დიდება უფალს. Слава Господу. რომ ღმერთი თავის დიდებას არ გვიმალავს. Что Бог не скрывает от нас Аминь. свою славу. Аминь. რომ ღმერთი გამოავლენს თავის დიდებას. Что Бог явит свою славу. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. დიდება უფალს. Слава Господу. ბიბლია ამბობს, რომ ამის შემდეგ იესო კიდევ 2 დღე დარჩა იქ. И Библия говорит, что после этого Иисус еще 2 дня остался там. ვაუ, Вау. როგორი რთული გასაგებია. Как это трудно понять. კიდევ 2 დღე. Еще 2 дня. იესო მე მეგონა რომ გამოიქცეოდა. Иисус, я думал, ты прибежишь сразу же. იესო შენ ხო გიყვარს ლაზარე? Ты же любишь Лазаря, Иисус. როგორ შეგიძლია კიდევ 2 დღე? Как ты можешь еще 2 дня? და ლაზარე გარდაიცვალა. И Лазарь умер. მაგრამ იესოს უკვე დანახული ყავს, გარდაცვლილიც და მკვდრეთი Но დაგდგა. Иисус же уже его увидел и умершим, и воскресшим. ჩემო ძვირფასებო, Мои дорогие, თუ ადრე მივიდოდა, если бы раньше пришел, იქნებ რაღაც შეცვლილიყო. может быть, бы что-то изменилось. იცი როდესაც იესო მიდის, მართა ეუბნება, Вы знаете, когда Иисус идет, Марфа говорит, დროზე რომ მოსულიყავი, если бы ты вовремя пришел, დროულად რო ჩარეულიყავი, ох, если бы ты вовремя ეს არ вмешался, მოხდებოდა. этого бы не произошло.
იმ წუთას რო წამოსულიყავი. Если бы в ту же минуту ты пришел. როგორც კი ვილოცე, მაშინვე რო გეპასუხა, ეს არ მოხდებოდა. И если бы ты ответил, когда я только помолился, этого бы не произошло. შენ რო გიყვარდე, მოხვიდოდი თავის დროზე. Если бы ты любил, ты бы пришел вовремя. ძვირფასებო, Дорогие, ჩვენი კალენდარი наш календарь და ღმერთის კალენდარი и განსხვავდება. Божий календарь отличаются ჩვენი друг от დრო друга. და ღმერთის დრო განსხვავებულად Наше მოძრაობს. время и Божье время, движение их по-разному. იცი, აი აქ სადაც წერია, რომ იესო 2 დღეს დარჩა იქ. Вот здесь написано, что Иисус 2 дня остался там. ბერძნულში არის სიტყვა გამოყენებული, რაც ისავს, რომ შეგნებულად дарча 2 დღეს. В греческом используется слово, значащее, что он осознанно მიზან остался. მიმართულად дарча. Он целенаправленно остался. რაღაცა გეგმისთვის дарча. Он остался для какого-то плана. იცი, ღმერთი არ აგვიანებს, მაგრამ არ ჩქარობს. Ты знаешь что? Бог не опаздывает, но и не спешит. მან იცის ზუსტი დრო და იესო ელოდება მოწმობას, როდის უნდა გადადგას ნაბიჯი. Он знает точное время, и Иисус ждет этого свидетельства, когда предпринять этот шаг. იცი, ჩემო ძვირფასებო, Знаете, мои дорогие, როდესაც იესო ჩადის, когда Иисус приходит, 4 დღის დამარხული იყო. это уже был 4 дня, как похоронен. 4 დღის დამარხული. 4 дня погребен. უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, Господи, был бы ты здесь, ეს არ მოხდებოდა. этого бы не произошло. ეს არ დამემართებოდა. Это бы не случилось бы. ასეთ ჩიხში არ შევიდოდი. Со мной в такой бы тупик я не зашла, не зашел. უკვე 4 დღის დაკრძალული А уже არის. 4 дня погребен. არ ვიცი რამდენი დღეი არა. Я не знаю, сколько дней он шел. ფაქტია, რომ 2 დღე არ წავიდა კიდე. Но факт, что еще 2 дня не пошел. და უკვე 4 დღის დაკრძალული И არის. вот уже как 4 дня Лазарь погребен. იცი, როცა ჩაუღრმავდებით სახარების სიღრმეებს, Когда мы углубимся в глубины Евангелия, ჩვენ მე რაღაცას უგებულობთ. тогда мы что-то понимаем, принимаем. და იცი, როცა ეს დავინახე და ეს ავიკითხე, ძალიან იკურთხა ჩემი სული. Когда я это увидел и прочитал, мой дух так сильно благословился. იცი, იმ დროს, აი იმ რელიგიური გაგებით, Знаешь, იმათი რწმენით, В то время пониманием их религиозного мышления, их веры, ითვლებოდა, რომ 3 დღის განმავლობაში считалось так, что на протяжении 3 дней ადამიანის სული ასე სწამდათ, რომ ტრიალებდა სხეულთან. они так верили, что в течение 3 дней душа человека, она крутится вокруг тела, рядом с телом. თუ იმ დღესვე აღგებოდა, находится. Если бы в тот же бы день воскрес, ან მეორე დღეს, или на второй день, იცი სად ცხოვრობდა ლაზარე? знаешь, где жил Лазарь? სადაც რელიგიური გავლენა იყო ძალიან დიდი. На той территории было очень сильное религиозное влияние. იმდენად დიდი იყო, რომ კუდრეთით აღდგარი ლაზარეს მოკლა უნდოდათ მე. Настолько сильным было это влияние, что потом воскресшего Лазаря хотели убить. Давид. Понимаете? ნახეთ ჩემო ძვირფასებო, Посмотрите, дорогие, ნახეთ. посмотрите. მეოთხე დღე 4-й день ხრწნა იწყებოდა. начиналось разложение და тела. ეს იყო უკვე მტკიცებულება, რომ ის იყო 100%-ით დასრულებული საქმე იყო. И это уже подтверждение тому, что дело полностью завершено. ეს უკვე Всё. ითვლებოდა, რომ ადამიანური ძალას არ შეეძლო არაფერი. Это уже значит, человеческие силы полностью исчерпаны. Ничего не могут. ესო ღმერთის დიდებისთვის არის ეს. Но это, сказал Иисус, для славы Божьей. დები ჩემო ძვირფასებო. Вы понимаете, дорогие мои, ზოგჯერ როცა საქმე რთულდება, порой, когда усложняется дело, როცა დრო მიდის, и время оно идет, уходит, ეს არ არის იმიტომ, რომ ჩვენ დავიმსხრეთ. это не для того, чтобы мы разбились. ეს ღმერთის დიდების გამოვლენისთვის არის. Это для того, чтобы явилась Божья თუ слава. საქმე იქნება უფრო რთული, Даже если дело усложнится, ძალაც იქნება უფრო ძლიერი. и сила будет намного მადლიც сильнее, იქნება უფრო и ძლიერი. ამენ. преимущественнее благодать будет Аллилуйя. сильнее. დაგვიანება არ ნიშნავს გადაფიქრებას. То, что задержалось, не значит, что передумал то, что задержался. თუ რაღაცას ფიქრობ, რომ აგვიანებს და უცბად არ ხდება, ეს არ ნიშნავს, რომ ღმერთმა გადაიფიქრა შენი დახმარება. Не значит, что Бог, Он передумал тебе помочь, если ты думаешь, что вот, что-то задержалось и тут же не происходит. და თუ ვერ ხედავ მოქმედებას, И если ты действия Его не видишь, თუ სიჩუმეა, если молчание, არ ნიშნავს, რომ ღმერთი
არ მოძრაობს. не значит, что нет Божьего движения. ღმერთი მოძრაობს, უბრალოდ ჩვენ ვერ ვხედავთ. Есть Божье движение, просто ты не видишь. Аминь. Аминь. ჩვენ მხოლოდ რწმენა შეგვიძლია ამის. Бог движется, и мы можем только веровать в это. სიჩუმე უმოქმედობას არ ნიშნავს ღმერთი. Молчание — это не значит Божье бездействие. ღმერთი მოქმედებს. Бог действует. ღმერთი მოძრაობს. Бог движется. ღმერთი მოქმედებს შენთვის, რომ შენ ცხოვრებაში გამოავლინოს დიდება. Бог действует для тебя, чтобы в твоей жизни მოიტანოს სულილება, моიტанოს განკურნება. явить свою славу, принести эту духовность, Аминь. принести исцеление. Аллилуйя. Аминь. Შემოძვირ Аллилуйя. ფასებო. Мои дорогие, თუ ეხლა გადიხარ რაიმე მდგომარეობა, если ты сейчас проходишь какие-то Ту арари подобные пасухеви. состояния, если нет თუ ответа, ლოცულობ და სიჩუმე არის, ты молишься и молчание, თუ ლოცულობ და დუმილი არის, ты молишься и თუ тишина, ფიქრობ რომ ღმერთი и აგვიანებს, ты думаешь, что Бог опаздывает, მე მინდა გითხრა, я тебе хочу сказать, რომ ღმერთი მოქმედებს, Бог действует, ღმერთი ახლოს არის Бог близко, და ღმერთი გაძლევს სასაულს. и Бог дает тебе чудо. ღმერთი გაძლევს სასაულს. Бог дает тебе чудо. ღმერთი გაძლევს Бог სასაულს. дает чудо. ამენ! ჰალელუია! ამენ! Амен, დიდება аллилуйя. უფალს. Слава Господу. დაგვიანება არ ნიშნავს რომ ღმერთმა უარყო. То, что задержался, не значит, что отверг. დაგვიანება არ ნიშნავს რომ ღმერთს აღარ უყვარხარ. Или что Бог не любит. დაგვიანება არ ნიშნავს ჩემო ძვირფასებო რომ ღმერთს არ აინტერესებს შენი ცხოვრება. Что запоздало, это не значит, что Бог не интересуется твоей жизнью. აქ რომ ყოფილიყავი უფალო. Господи, если бы ты был здесь. დროზე რომ ყოფილიყავი Если бы უფალო. ты был здесь вовремя. მალე რომ მოსულიყავი Если бы ты უფალო. быстрее пришел, Господи, მაშინ ეს არ მოხდებოდა. тогда этого бы не произошло. მაგრამ როდესაც იესო მიდის, Но когда Иисус идет, წერია რომ ძალიან ბევრი ხალხი იყო იქ. написано, что очень много людей было там. ძალიან ბევრი ადამიანი იყო. Очень много людей было там. იცი იესო მოწაფეებს ეუნება წამოდით, იმიტომ რომ ეს დიდებაო თქვენს გარეშე არ უნდა მოხდეს. Иисус თქვენ უნდა იხილოთ. говорит ученикам, пойдем, потому что без вас это не должно произойти, вы должны увидеть эту славу იცი Божью. არის მდგომარეობები, რომელიც როცა შეიცვლება, გათვლილი არის შენი ნათესავებისთვის, შენი ახლობლებისთვის. ბევრი ხალხისთვისაა ღმერთს გათვლა, რომ შეეხოს ამ სასწაულით. Есть обстоятельства, о которых у Бога есть расчет, когда они изменятся, тогда это повлияет для многих людей, для твоих родственников, для твоих იცი близких. იესო რომ მაშინვე წასულიყო, ამდენი ხალხი თავს ვერ მოიყრიდა. И если бы Иисус тотчас бы пошел, тогда бы там не было собрано столько народу, столько ძალიან людей. ბევრი ადამიანი ჩამოვიდა მათთან სამძიმარზე. Столько людей пришли Ძალიან сочувствовать ბევრი. им на панихиду, столько, очень много. და ბევრი ხალხის წინაშე უნდა მომხდარიყო, წერია, რომ რათა მრავალს ერწმუნა ის. И много, это пред многими, так и написано, чтобы მრავალი многие მოწმე უნდა уверовали. ყოფილიყო ამის. Многие должны были быть свидетелями, и были там свидетели многие. მრავალი ადამიანი დაინახავს შენ ცხოვრებაში გამოვლენილ დიდებას. Многие люди увидят славу Божью, явленную в твоей жизни. შეიძლება დღეს ასე ფიქრობ, რომ უფალო შე რო ჩემთან ყოფილიყავი, ასე არ იქნებოდა. Может быть, сейчас ты думаешь, так, о Боже, если бы ты был со мной, მაგრამ так бы იცოდე не было. ღმერთის სადიდებლად Но არის. знай это к славе Божьей. ამენ. Аминь. რათა იხილონ სხვებმაც და ირწმუნონ. Чтобы другие увидели и уверовали. იხილონ სხვებმაც და დაინახონ, რომ ღმერთი დიდებული არის. Чтобы другие увидели, что Бог славен. იხილონ ბევრი და მოწმე იყოს, რომ ის ვის იესოს უყვარს, მიტოვებული არ იქნება. Чтобы увидели, и было много свидетелей, что тот, кто любимый Иисусом, не Аминь. оставлен. Аминь. დიდება უფალს. Слава Господу. ჩემო ძვირფასებო. Дорогие мои, კიდევ ამბობ, დაგვიანება, გაჭიანურება я еще раз говорю, არ задержка, ნიშნავს, რომ запоздание მიგატოვა. не значит, что, არ ნიშნავს, რომ მიგვატოვა. что брошенный оставлен, не значит, что оставлен. იცი რა არის კიდევ? Знаешь, что еще есть? იესო მოდის სამარხთან Иисус идет к гробнице, და ხალხი ტირის а люди плачут. და წერია, რომ აცრემლდა И написано, он прослезился. და მერე წერია, რომ სულში შეიძრაო. И затем сказано, что возмутился духом. და ეს სიტყვა აცრემლდა. И вот это слово прослезился. ქართულში ასე არის აცრემლდა. В грузинском так ზოგიერთ прослезился. თარგმანში ასე არის, რომ ცრემლი И в წამოვიდა. некоторых переводах слеза потекла. მაგრამ ბერძნულში არის, რომ ხმამაღლა დაიწყო ტირი. Но в греческом сказано თვითინებდაო. громко. Он вопиял, он рыдал. იესო ტიროდა. Иисус рыдал, плакал.
იესო შინაგანად იყო აღძრული, შეძრული. Это так внутренне его затронуло. Он მაგრამ был ჩემო затронут. ძვირფასებო, Но, дорогие мои, ეს არ იყო შიშის და ურწმუნოების წრემლები. это не были слезы страха и неверия. ეს იყო თანაგრძნობის. Это было сострадание. ეს იყო სიყვარულის. Это была любовь. იცი ზოგჯერ როცა სხვის თვალებზე წრემლებს ვხედავთ, Порой, когда мы видим в других глазах слезы, ჩვენ ვეუბნებით, რა გატირებს რწმენა არ აყოფნის. мы говорим, чего ты плачешь, веры не хватает. წრემლებშიც არის რწმენა. Но и в слезах есть вера, ტირილშიც არის и რწმენა. в плаче есть вера. ჩემო ძვირფასებო, მარტო სიცილში არ არის რწმენა. Дорогие мои, не только в смехе вера. უნდა დავინახოთ ზოგჯერ ჩვენ წრემლებში უფრო დიდი რწმენა დევს, ვიდრე ჩვენ სიცილში. Мы должны увидеть, что порой в наших слезах больше веры, Давид. нежели в нашем смехе. Понимаешь? არასდროს დაამცირო მოტირალი ადამიანები. Никогда не унижай плачущих людей. არასდროს დაამცირო დამწუხრებული ადამიანები. Никогда не унижай печальных людей. არასდროს არ უთხრა, იცი რა არის, მოდი ახლა წმენით უნდა ესე გაიხარო. Никогда не говори, знаешь, что давай сейчас верой, ты вот так должен იესო არ радоваться. მისულა რომ აბა დავაი დორგარმონი ახლა გამხიარულდეთ, რწმენა ვაჩვენოთ И ხო. Иисус не говорит, давай сейчас, давай, чтобы обрадовались, веру будем строить, созидать. მოტირალებთან იტირეთ С იესო. плачущими плачьте, Иисус сказал. იცი ჩვენ გვჭირდება ღმერთი, რომელიც შეუძლია თანაგვიგრძნოს. Знаешь, нам нужен Бог, который может нам сострадать. იესო ამიტომ არის განსაკუთრებული ღმერთი. И потому Иисус особенный Бог. ის ამიტომ არის აღმატებული, Потому Он превознесен, რომ მას თანაგრძნობა შეუძლია. что Он может сострадать. Аминь. Аминь. მას შენთან ერთად ტირილით შეუძლია. Он может вместе с тобой плакать. არა იმიტომ რომ დგომარეობა სავალალოა და რა გვეშველება ვერ გამოვალთ, ამიტომ არა. Не потому, что не плачевно все, что нам поможет, мы не можем из этого არა выйти. Не იმიტომ რომ поэтому. კიდევ ამბობ წრემლებშიც არის რწმენა. Нет, но еще раз говорю, потому что и в слезах вера. იესო მიცოდა რაც მოხდებოდა. Иисус знал, что произойдет. მაგრამ ის თანაგრძნობას გამოხატავდა. Но Он выражал сострадание. ის ცდილობდა შესულიყო მათ მდგომარეობაში და ადამიანური მხარეც ჰქონდა იესოს. Он пытался რასაც განიცდიდა ისის ტკივილი. войти в их положение, и это также была его человечность в том, как он переживал также эту боль. იცი მიუხედავად იმისა, რომ ღმერთის დიდება გამოვლინდება. И несмотря на то, что явится слава Божья, იესო ამბობს, რომ ფაქტი ცუდი არის. Иисус говорит, факт это плох. ღმერთს არ მოაქვს ცუდი რაღაცეები. Но Бог не приносит плохие вещи. ღმერთს არ სიამოვნებს ცუდი რაღაცეები ჩვენ ცხოვრებაში. Богу неприятны плохие вещи в нашей მაგრამ жизни. ღმერთი ცუდ რაღაცეებს იყენებს ღმერთის დიდების. Но Бог может использовать плохие вещи Аминь. для своей Божьей славы. ჰალელუია, ამენ. Аллилуйя. დიდება უფალს Слава ამისის. Господу за это. ნახე ჩემო ძვირფასებო. Посмотрите, дорогие. იესო დგება ლაზარეს საფლავთან. Иисус становится пред гробницей და Лазаря. ეს იყო გამოქვაბული, Это было გამოკვეთილი, ущелье, это была რომელზეც высеченная ლოდი არის скала. მიგორებული არის ლოდი. И там камень уже привален. იცი შეიძლება ლაზარე ნებისმიერ დროს ჩვენ ვიყოთ. И Лазарем в любое время можем оказаться мы, როცა ჩვენ ორმოში ვართ, когда мы в яме, როცა ჩვენ პრობლემები გვარტყია გარშემო, когда вокруг нас проблемы, როცა ჩვენც აი ამ გამოქვაბულში ვართ ჩვენი. когда и мы в этой гробнице, в этой высеченной скале нашей. ზოგჯერ შეიძლება გარედან მოგვაგორეს ქვები უიმედობისა და თქვენს რომ ამას არაფერი ეშველება. И привалили внешне эти камни безнадежья, მაგრამ разочарования. Ему ზოგჯერ ничего ჩვენ не поможет. თვითონაც არ გვინდა რომ ვინმე შემოვიხედო ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენც გვინდა რომ ეს ქვა იყოს. Но порой мы сами не хотим, чтобы кто-то заглянул в нашу жизнь. Мы хотим, чтобы так и было. იცი ეს საფლავი ანახებს И эта гробница, знаешь, показывает. გადატანითი მნიშვნელობით. В переносном значении. ადამიანს რომელიც თავის პრობლემებშია. Человек, который в своих проблемах, ადამიანი რომელიც თავის უიმედობაში არის. который в своем безнадежье, ადამიანი რომელიც სიბნელეში არის, который во აბსოლუტურ тьме, სიბნელეში. абсолютной тьме. არ აქვს არანაირი ნუგეში დამთავრდა ყველაფერი. Нет никакого утешения, все არა кончено. მარტო გარეთ მყოფებისთვის. Не только для тех შიგნით внешних, მყოფისთვისაც. но и для внутри находящихся. იესო დგება Иисус встает და ამბობს ლაზარე, и говорит, Лазарь, ლაზარე გამოდი. Лазарь, выйди вон, выходи. როცა ქვა გადააგორებინა. После того, как откатили этот камень. იცი ერთი
გადაგებელი ამბობს, სახელით რო არ დაეძახაო და უბრალოდ ეთქვაო, გაეცა ბრძანება, ყველა მკვდარი აღდგებოდა. Один проповедник говорит, если бы Иисус не обратился по имени Лазарь, то тогда бы без имени все мертвые бы воскресли. იმიტომ რომ იესო ამბობდა რომ მე მაგ ძალა უფლებაო რომ მკვდრები აღადგინო, Потому что გავაცოცხლო Иисус ის. говорит, у меня есть власть воскрешать мертвых. და როცა მკვდრეთით აღდგომის დრო მოვა, ზუსტად ძეღმერთისა გასცემს ბრძანებას და მის ხმაზე, მის ბრძანებაზე ყველა აღდგება. И когда придет время воскрешения мертвых, именно Сын Божий издаст свой голос, и от голоса Его все воскреснут, гласа Его. რა თქმა უნდა, ლაზარეს აღდგომით თეოლოგიური მხარეს განამტკიცა იესომ. И, конечно же, წინასახე მომავალი დიდებული აღდგომისა. воскрешением Лазаря Бог и теологически утвердил грядущее воскрешение будущего. В будущем. მაგრამ როგორ მშვენიერი არის, როცა ვიღაც შენ სახელს ამბობს. Но как прекрасно, когда кто-то произносит твое имя. როგორ მშვენიერია, როცა ზეცას ახსოვს შენი სახელი, მაშინ როცა Facebook-იდან წაგშალა ყველა. Как прекрасно, когда небеса помнят твое имя, когда на Facebook все тебя удалили. როცა აღარავის უნდა შენი სახელი ახსენოს. Когда никто не упоминает твоего имени. მაგრამ ლაზარე გამოდი. Но Лазарь, выходи! ეს დიდებულია. Это славно. დღევანდელ დღეს Сегодня იგივე მინდა დღეს გავაკეთო განაცხადი. я хочу сегодня сделать тоже провозглашение. ლაზარეს მიმართო, მაგრამ ეს ლაზარე შეიძლება შენახა, რომელიც შენს პრობლემებში ხარ. Обращаясь к Лазарю, и, возможно, ты есть этот Лазарь в твоих проблемах. თუ იმ უიმედო მდგომარეობაში ხარ, Если ты в этой безнадежности, ნებისმიერი სფეროს ზეწოლის გამო, из-за давления в любой сфере, давящей любой თუ сфере, ფიქრობ, რომ ჩიხში ხარ, если ты думаешь, я в тупике, ან შეიძლება ფიქრობ, რომ ის უკვე დამარხულია რაღაცეები, რაზეც უარსაც ამბობ, აღარც იბრძვი. и ты думаешь, нет, все, это захоронено, думаешь, ты даже уже сам отказываешься и не сражаешься за это. მე მინდა დღეს ვილოცო, რომ გამოვიდეთ აი ჩვენი ამ სიფნელიდან, ამ წრიდან, ამ ჩიხიდან. Я хочу, чтобы мы сегодня молились о том, чтобы мы вышли из этого какого-то круга ისი замкнутого სამარხი тьмы, ასეთი არის, тупика. ჩემო ძვირფასებო, როცა იქ შედიხარ, იქიდან აღარავინ გამოდის. Гробница — это так, когда туда заходишь, никто оттуда не выходит. მაგრამ ჩვენი უფალი ამიტომ არის აღმატებული უფალი. Но наш Господь потому превознесенный იმიტომ რომ Господь, რაც ჩვენთვის დასასრული არის, потому что то, что для нас конец, იესოსთვის ეს დასაწყისი არის. для Иисуса это начало. რაც ჩვენთვის ვფიქრობთ, ამ ფიქრობენ ჩვენზე რომ დასრულდა, ღმერთში იწყება ის. Или, может быть, о нас думают, да все кончено, а в Боге все только начинается. დიდება ჩვენს უფალს. Слава нашему Господу. დღეს ვილოცებთ ჩვენ. Сегодня мы будем молиться. ჩვენ ავიღებთ ლოცვის დროს ახლა. Мы сейчас возьмем молитвенное время, ჩვენ მოგიწოდებთ, и мы призываем вас. ვინც ფიქრობთ, რომ ახლა ეს лоцვა გჭირდებათ. Те, которые вы думаете, что вы нуждаетесь в этой მე молитве, ვთხოვ ჩვენს ასმეთაურ ლიდერებს, я რომ прошу наших столочников также помочь. მე ვთქვი, Я сказал, რომ შენს რწმენას ძალა შევმატებთ. что мы прибавим твоей вере силы, შენს მოთმინებას იმედს твоему терпению надежды. და შენს მდგომარეობას დღეს სასწაულს. И сегодня в твои обстоятельства придет чудо. მე მჯერავს სასწაულები, Я верю в чудеса, რომ დღეს შეგიძლია მიიღო შენი სასწაული. что сегодня ты можешь получить твое чудо. დღეს შენ შეგიძლია მიიღო შენი სასწაული. Сегодня ты можешь получить, принять твое чудо. თუ დაგვიანებულია, Если запоздала, თუ დრო გავიდა და იმედიც გადაგეწოლა. задержалась, время прошло, и надежда შეიძლება исчерпана. საკითხი იყო, რაზეც დიდი ხანია ლოცულობდი, ბევრი დრო გაატარე და შეწყვიტე კიდევაც, იმიტომ რომ ფიქრობ, რომ ის უკვე აღარ იქნება. Может быть, вопрос, ты так долго молился, много времени тратил, но ничего не изменилось, и ты уже перестал. დღეს ეს შესაძლებელი იქნება. Сегодня будет возможно. ამენ. Аминь. იცი, იესომ თქვა ასეთი სიტყვები. Знаешь, Иисус сказал такие слова. მას არ უთქვავს, რომ მე მომაქვს აღდგომა ან სიცოცხლე, Он не сказал, я приношу воскресение ან или жизнь, იმედი. или надежду. მან თქვა, მე ვარ. Он сказал, я есть. აღდგომა პიროვნება არის. Воскресение — это личность.
სიცოცხლე პიროვნება, Жизнь – это личность. იმედი პიროვნება. Надежда – это личность. მისი სახელი იესო ქრისტეა. И имя этой личности Аминь. – Иисус Христос. Аминь, аллилуйя, Аминь, аминь. аллилуйя. დიდება ჩვენს უფალი იესო ქრისტეს. Слава нашему Господу.